მე ვარ საბა ჩინჩალაძე, მეტყევე სამცხე ჯავახეთიდან. მეტყევეობა პროფესია საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და წარმოდგენა არ მქონდა ამ ყველაფერზე, სანამ უშუალოდ მეც არ ჩავერთი ამ პროცესში შემთხვევით. 2020 წელს, როდესაც დაიწყო COVID პანდემია და ხალხმა დაიწყო ქალაქიდან გასვლა, ბუნებასთან სიახლოვეში ყოფნა. ამ პერიოდში დავიწყე მუშაობა დამხმარე სპეციალისტად, იგივე მეტყევედ. ამ გადადგმულმა ნაბიჯმა უკვე 5 წელი გამატარებინა ამ პროფესიაში და დღითიდღე უფრო მეტ სიახლეს და საინტერესო ფაქტს ვსწავლობ. ესე გარედან არავის არ წარმოუდგენია, რამდენად შრომატევადი შეიძლება იყოს ეს პროფესია, რამდენ რამე შეიძლება მოიცავდეს საერთოდ და რას აკეთებს უშუალოდ მეტყევე ხალხისთვის და ბუნებისთვის. ეს არის პროფესია, რომელიც ინარჩუნებს ჰარმონიას ბუნებას და ადამიანს შორის. ალბათ ეს სირთულე განაპირობებს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო კადრების დეფიციტი, სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ირჩევდა ამ პროფესიას. თუმცა ბოლო წლების ტენდენციით ვხედავ ჩემი კოლეგების მაგალითზე, რომ ახალგაზრდა მეტყევეები მოდიან, ახალგაზრდა პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ პროფესიით, უნდათ ბუნებასთან სიახლოვე და ყველაფერში უფრო ღრმად ჩახედვა, რაც უკიდეგანო და კოლოსალურ ცოდნას მოითხოვს. ეს არის პროფესია, რომელშიც ფასდება შენი გამოცდილება, 5 წელი ვფიქრობ პროფესიისთვის არ არის დიდი გამოცდილება, მაგრამ უკვე კარიერულად ბევრი ეტაპი გავიარე ჩემს სამსახურში, თუმცა ყველა ეტაპზე სიახლეს ვსწავლობ და თავიდან ვითარდება.